რომ სწორედ ადამიანთა გონებას ემორჩილება ბუნებაში ყველაფერი. მერე მიაწოდეთ მათ მექანიზაციის საშუალებანი, ისე რომ თვითონვე დაგკმონ ხელის შრომა. ავსეთ ისინი სიამაყით, რომ ყველაფრის პატრონად იგრძნონ თავი და ცხვირავს ეგილებმა იარონ. როცა ისინი ამ შეგნებით განუსჭვალებიან, თვითონვე უარყოფენ ღმერთს და ეს იქნება გაგრძელება იმ პირველი ცდუნებისა, რომელიც წამოვიდა გველისაგან ჯერ კიდევ ადამიანთა სამოთხეში ყოფნის დროს. მაშინ ევას თავში შთაგონებული ფიქრი, რომ ცნობადი ხის ნაყოფის ჭამის შემდეგ ადამიანები დაემსგავსებიან ღმერთს, უფრო სწორად გახდებიან ღმერთივით, რადგან ეწოდინება ყველაფერი. კიდევ უფრო დაიხვეწება და ყველა ერთად აღსდგება ღვთის წინააღმდეგ. შემდეგ კი უკვე შეგვეძლება ადამიანთა გონება წარმართონ ამ ქვეყნიური სიამეთა ტკბობისაკენ. უკვე შეგვეძლება შთავაგონოთ მათ, რომ ადამიანები თავისუფალი არსებანი არიან, რომ მათთვის დასაშვებია ყველაფერი, რაც თავში აზრად მოუვათ. ისმინეთ ურჩხულნო და მამონეტო, როცა ადამიანთა ცხოვრებაში გაბატონდება ტექნიკა და ხელებიდან თავისუფლდებიან შრომისაგან, გაიზრდება ადამიანთა მოთხოვნილება იცხოვრონ რაც შეიძლება უზრუნველად, რათა ბოლომდე გამოსცალონ ცხოვრების სიამე დაფიალა. მიაღწიონ ყველანაირ სრულთა დაკმაყოფილებას, კმაყოფილების აგონიას და მაშინ მთლიანად მოისპობა რწმენა. ისინი დასცინებენ ყველაფერს წმინდას და დაგვემგვალებიან ჩვენ, იხარხარებენ მორწმუნეებზე ისევე, როგორც ახლა ჩვენ ჯოჯოხეთის თავისუფალი პირმშობი ვხარხარებთ მათზე. მაშინ კი გაიხარეთ ადამიანთა სიგიჟით. ისინი გაივიწყებენ ხსნის გზას, შრომას, რწმენას, იმედს, იმათ, რაც მათ აძლევდა საშუალებას ეცხოვრათ მშვიდად, ნათელში, ზომიერი, აზრიანი ცხოვრებით. ტექნიკის განვითარება და ამ ქვეყნიური წარმოება დამერგავს ადამიანთა შორის სიძულვილს, გაზრდის უმუშევარ თარიღწოს, რომელთა ბოხმა ვულკანივით ამოხეთქავს და აზვავდება. მაგრამ წინ კიდევ უფრო რთული ბრძოლები მოგვედის. ეს არის წინააღმდეგობა, რომელსაც დედობრივი გრძნობა ჰქვია. ქალი, ქალწული, დედა. აი კაცობრიობის აღორძინების მიუვალი სიმაგრე. სწორედ აქ უნდა შევეცადოთ, გავწიოთ ადამიანებს დიდი მეთვალყურეობა. ეშმაკურად და სიცბიერით უნდა წარმართოთ აქეთკენ ჩვენი მუდმივი დარტყმები. ჩვენ უნდა შევეცადოთ ამ სიმაგრის დალაშქრას, რადგან სხვაგვარად ჩვენი ამხელა შრომა ფუნჩად ჩაივლის. თქვენ ვერ მოასწრებთ თქვენებურად აღზარდოთ ერთი თაობა, რომ წამოიზრდება მეორე და მათთან თავიდან მოგიხდება საქმის დაწყება. ჩვენ უნდა შევძლოთ ქალის მთლიანად დაპყრობა, შთავაგონოთ მათ ქორწინების უაზრობა. ვაფიქრებინოთ, რომ ეს მასში ჰკლავს ირონებას, თავისუფლებას და აბამს მძიმე უხელში. შთაგონეთ მათ, რომ ისედაც შესაძლებელია მამაკაცებთან ურთიერთკავშირი. სულაც არ არის შვილის გაჩენა საჭირო. ამაში ჩვენ მედიცინაც ამოგვიდგება გვერდში, თავისი პოპულარული ლიტერატურით მშობიარობის თავიდანაცილების შესახებ. ქალი საერთოდ უფრო შორს მჭვრეტელია, კაცზე ამაღლებული და სუფთა. ლუციფერი უცებ გაჩუმდა. იგი შეშფოთებამ შეიპყრო
აძაგძაგდა და ტკივილსაგან დაიმანჭა. გველივით შავმა ფიქრმა გაუხსნა თავის ქალა და შიგ შეიმალა. შეიძრა მთელი ჯოჯოხეთი. მიუწვდომელი სიმაღლიდან შემოიჭრა ნათელი სხივი. გაანათა წყდიადი და წამიერად განაბნინა იგი. ამით შეახსენა ლუციფერს, რომ იგი უძლური იყო ნათელის წინაშე და გაიელვა ლუციფერის თვალწინ ღვთისმშობლის ხატება. დედობისა და ქალწულობის ქომაგმა და მფარველმა. მერე ისევ ჩამოწვა წყდიადი. აუელვარდა თვალები ლუციფერს. გამოძვრა თავიდან ტანჯველი ფიქრი და აირეკლა მის სახეზე საძაგელი ხიმილი. მან ასწია საზიზღარი გამხმარი ხელი და განაგრძო. მაგრამ ჩვენ მარტონი არა ვართ. საქმეში ჩვენ მოკავშირეები გვყავს მამაკაცების სახით. შთააგონეთ მათ ჩვენთან კავშირი, ფრთხილად და მთელი სიბრძნით. შთააგონეთ გოგონებს, რომ მათი ქალწულებრივი სიმორცხვე და ყდელა მოსილება, თავშეკალებანი ყველაფერი ზუაზრობა და ზღუდავს მათ თავისუფლებას. ხოლო როცა ისინი დარწმუნდებიან იმაში, თუ რა უაზრობა ეს შაბლონური ქორწინებანი და ყველაფერს ჯობია სექსის თავისუფლება, მაშინ მოკავშირეებად მოიხმებ მამაკაცები. შემდეგ შთააგონეთ ქალებს მამაკაცებთან თანასწორუფლებიანობა, რომ ისინი არაფრით არ ჩამოუვარდებიან მათ. იმოქმედეთ მათ პატიმოყვარეობაზე. შთააგონეთ ემანციპაციის აუცილებლობა. შთააგონეთ მათ როგორც პირად ცხოვრებაში, ისე მოქალაქეობრივ საქმიანობაშიც თანასწორუფლებიანობის მოთხოვნა. ქალები განსაკუთრებით რეაგირებენ შთაგონებაზე. პირველად მათ უნდა შეადგინებინოთ, რომ ქალურობა და დედობრივი მოთხოვნილება ნაზის სიყვარულის აბსურდული ცნებებია. ადამიანებისაგან გამოგონილი მათი თავისუფლების შესაზღუდავად. შემდეგ იერში მიიტანეთ მათ რელიგიურ გრძნობებზე. მათი ახმობღვრაცისი ადვილია. რადგან იგი ღრმადაა ჩაჭედილი მათ მგრძნობიარე გულში. ამას რომ გააკეთებთ, მოკლავთ მათში რწმენას. შთააგონეთ მათ ისრაფონ მეცნიერების საფუძვლების დასაუფლებლად. მაშინ მათში ჩაენერგება პოზიტიური ფილოსოფია და ქალები დაიწყებენ მეთოქეობას ამ დარგში კაცებთან. შეეცდებიან მიიღონ უმაღლესი განათლება და კავდნენ საზოგადოებრივი საქმიანობით. ხოლო მამაკაცებთან მუდმივი ურთიერთობა მათი ერთობლივი სწავლა სკოლებში, ინსტიტუტებში, ორგანიზაციებში ერთობლივი საქმიანობა გამოიწვევს ქალის ფსიქიკის სამშვილველის შეცმას მამაკაცის ზოგიერთ გრძნობებთან და მაშინ მათი ნაზისული ქალურობა, მოკრძალება და ზნეობრივი სისუფთავე თანდათანობით დაიტარგება. არსებობს კიდევ ერთი დიდი წინააღმდეგობა. ეს არის კრავის ერთგული ადამიანები. ეკლესიის მსახურნი, რომლებიც იცავენ ღვთისმცნებებს, ამხარებენ კავშირს სწავლულ ადამიანებთან, რომელთაც მათთან ურთიერთობაში სულ უფრო უმტკიცდება რწმენა. ეკლესიის მსახურნი მათ აწვდიან სულიერ ცოდნას და ინფორმაციას. აქ უნდა დავიხმაროთ ჩვენი ძალები ჯოჯოხეთიდან. კერძოდ, ჯოჯოხეთის სულები. როგორც კი შევამჩნევთ კრავის ერთგულ ხალხს, რომლებიც ცდილობენ უჩვენო სწავლულებს ჭეშმარიტებისაკენ მიმავალი გზა, დაანახონ მათ საიქიო ცხოვრება. მაშინ უნდა ავამოქმედოთ მაგიური საშუალებანი, ჩაუტაროთ მათ ზოგიერთი რიტუალის სულების გამოძახებისა